რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ულსონის თქმით, ქართული ოცნება 24 საათიან ანტიამერიკულ პროპაგანდას აწარმოებს. ულსონმა ამის შესახებ ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს, რა შედეგებს გამოიწვევს რეგიონსა და მსოფლიოში თუ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების გამოცხადების საშუალებას მისცემენ. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა მოლდოვაზე, სომხეთზე, საქართველოსა და ბელარუსზე, როგორც ქვეყნებზე, სადაც რუსეთის გამარჯვების შედეგები მყისიერი იქნება. ჯო ულსონმა ისაუბრა ქართული ოცნების ჩინეთთან და რუსეთთან სიახლოვეზე, ასევე ოპოზიციონერების დაპატიმრებებზე. მისი თქმით, უნდა იჩქარონ მეგობარი აქტის მიღება, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საქართველოს თემას შეეხო ასევე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი. მისი თქმით, ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით ქართულ ოცნებას კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს, ისე როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს. The Chinese Communist Party has subverted the Georgian Dream Party that ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეარყია ქართული ოცნების პარტია, რომელიც ამჟამად ქართველ ხალხზე ბატონობს. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სურს, რომ საქართველოს შუა კორიდორსა და მათ შორის ცენტრალური აზიის კრიტიკულ რესურსებზე წვდომას სრულად დაეუფლოს. ამერიკული კომპანიები უკვე გააძევეს რეგიონიდან, ხოლო საქართველოში შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მიიტაცა. ქართული ოცნება 24 საათიან ანტიამერიკულ პროპაგანდას აწარმოებს. თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად მამაცი ქართველები უკვე 200 დღეზე მეტია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ამერიკის დროშებით შემოსილნი ქუჩაში გადიან. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი დააკავა და უკანონოდ დააპატიმრა. ეს საქართველოში ანტიამერიკული ჩინეთის კომუნისტური გადატრიალებაა, რაც ომის დამნაშავე პუტინს აშკარად აწყობს. Dream has halted the country's path to Euro-Atlantic integration. ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. დავამატებდი ტრაგიკულად. ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით ქართულ ოცნებას კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს პასუხისგების გარეშე, ზუსტად ისე როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს.